We are hosting now Dr. დღეს ჩვენ მასპინძლობთ დოქტორ არტა მოიენის, მშვიდობისა და დიპლომატიის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს. მადლობა ბატონო მოიენი ინტერვიუზე თანხმობისთვის. მოხარული ვართ, რომ ჩვენ პროგრამაში გმასპინძლობთ. ნება მომეცით ზოგადი კითხვით დავიწყო. ჩვენ ტრანზიციულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველაფერი გაურკვევლად ჟღერს და მოსჩანს. საერთაშორისო სისტემაში წესები სრულად მოირღვა და ქაოტური სიტუაციაა. არავინ იცის თუ რა იქნება დღეიდან 5-10 წლის შემდეგ. ასევე გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მომავალიც ბუნდოვანია. შეერთებული შტატები არაპირეს მისი აბსოლუტური ჰეგემონია მარტივად დათმოს და საპირისპიროდ მისი მეტოქეები, ჩინეთი და რუსეთი უკან დახევას არ გეგმავენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გავწდით იმ წერტილს, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. გულისხმობ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას, რომ აქამდე მისასვლელი გზა აღარ არსებობს. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მოხარული ვარ, რომ საქართველოში, თბილისში, ამ ლამაზ ქვეყანაში ვიმყოფები. ჩვენ ვართ, როგორც მას ვუწოდებ, დიდ ტრანზიციაში. ეს დიდი ტრანზიცია უნიპოლარული წესრიგიდან, რომელიც შეერთებული შტატების ძალის პროექციით, საერთაშორისო ინსტიტუტებით, ალიანსებით და სამოკავშირეო ქსელით ხასიათდებოდა, რომლებიც თანამშრომლობდნენ შეერთებული შტატების მთავრობასთან და ახორციელებდნენ მის პოლიტიკას. ეს ტრანზიცია უფრო მე ვიტყოდი პოსტუნიპოლარულ, პოსტლიბერალურ საერთაშორისო წესრიგისკენ არის მიმართული, რომელიც უფრო მულტიკომპლექსურია, მულტიპოლარულია, რეგიონებზე ორიენტირებულია და ერთი ცენტრის გარშემო გრავიტაციიდან გასულია. ბევრი მას მულტიპოლარიზმს უწოდებს, დიდი ძალების არსებობიდან გამომდინარე, რომლებათაც ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მოიაზრებიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ამაზე უფრო რთული სისტემაა. ეს არის მსოფლიო, რომელშიც აღარ არსებობენ ერთმანეთის შემაკავებელი ბლოკები. არამედ არის რეგიონები, კულტურასა და ცივილიზაციურ სივრცეებზე დაფუძნებული და აქედან გამომდინარეა დღევანდელი გეოპოლიტიკა. ასე რომ შეერთებული შტატები არჩეული დონალდ ტრამპით სანახევროდ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ამერიკას აღარ შეუძლია იყოს ყველგან ერთდროულად და აღარ შეუძლია მსოფლიოს პოლიციელის როლი შეასრულოს, რომ მას აღარ სურს ყველა კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდეს. მაგრამ რჩება ისეთი სფეროები, რომელიც შეერთებული შტატების პრიორიტეტი იქნება და ის მის ძალის პროექციას გააგრძელებს. ასეთია მაგალითად ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონი. ასე რომ ვფიქრობ, შეერთებული შტატების მხრიდან ძალის გამოყენება უფრო სტრატეგიული, უფრო შეზღუდული და უფრო რეგიონზე ორიენტირებული იქნება. მაგრამ ჩვენ ამერიკელებს გვჭირდება და ეს უნდა განვახორციელოთ, რომ ქვეყნის დიდი სტრატეგია ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ეფუძნებოდეს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ამერიკა და მისი ეროვნული ინტერესები. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დავიცვათ ამერიკის გარშემო არსებული რეგიონები, ეგრეთ წოდებული ამერიკული დოქტრინა, რომელიც მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ ნახევარსფეროს, დაწყებული პანამის არხიდან დასრულებული არქტიკამდე. და ეს რეგიონი უნდა წარმოადგენდეს ამერიკის ბირთვს. თუმცა ალბათ ვიხილავთ იმას, რომ მომავალში ამერიკა წყნარი ოკეანის რეგიონში ჩართული იქნება, სამოკავშირეო ალიანსებით და ძალის პროექცირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ევროპაში ამიერიდან ნაკლებად იქნება წარმოდგენილი. ნაკლებად იქნება ჩართული აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. ასე რომ ჩვენ ვხედავთ ამერიკის გასვლა სხვადასხვა რეგიონიდან და გეოპოლიტიკური თეატრებიდან. How do you describe the battle? როგორ აღწერთ შეერთებულ შტატებში მიმდინარე დაპირისპირებას, მაგას პლატფორმასა და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ნეოკონსერვატიულ ნაწილს შორის? აქვს კი მაგას მომავალი, გულისხმობ მის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას. იმიტომ რომ მას არა აქვს ინსტიტუციური დასაყრდენები ვაშინგტონში და ბევრი ცნობილი პერსონალიაც არ მოიძებნება, რომელიც მაგას საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს. MAGA foreign policy. Well, I mean there are ფიქრობ ტერმინ მაგას ნაცვლად უფრო სწორია ვთქვათ, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნეოკონსერვატიული არ არის. ისინი არ არიან უნივერსალისტები, ისინი რეალისტები არიან და რეალიზმის სკოლის მიმდევარი ხალხი ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ ისინი დიდი ხნის განმავლობაში გამარგინალიზებულნი იყვნენ. ისეთი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად ჯონ მერშაიმერი, როგორიც მე, როგორც ის ხალხი, რომელიც ამ კონფერენციას ესწრება, მაგალითად ნიკოლაი პეტრო. აკადემიაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ამერიკის ეროვნული ინტერესების წინ და ცენტრში დაყენებას ემხრობა. მაგალითად, ამერიკა უბრალოდ ომს არ იწყებდეს იმისათვის, რომ სადმე რეჟიმის ცვლილება ან დემოკრატიის მხარდაჭერა სურს. ცივი ომის შემდეგ ამერიკულ ისტაბლიშმენტს დიდი ხანი სწამდა შეკავების პოლიტიკის და ამერიკული ღირებულებების მსოფლიოში გავრცელების იდეის. მაგრამ ეს ერა სრულდება, ნაწილობრივ დონალდ ტრამპის გამო. ასე რომ მაგას პერსონას გამოხატავს დონალდ ტრამპი, რომელსაც ამერიკის სიდიადის დაბრუნება და გაჩემპიონება უნდა. მაგრამ ასევე მართალია ისიც, რომ ამერიკის მთავრობაში მცირეა იმ ინსტიტუტების რაოდენობა, რომელიც ნეოკონსერვატიზმის ჩანაცვლებაზე მუშაობს. ჯერ კიდევ არიან ნეოკონები და განახლებული ნეოკონები, როგორიც არის მაგალითად მარკო რუბიო.
მაგრამ ის მაგას პლატფორმის იდეას ხშირად აჟღერებს, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ამის თქმა წესით არ უნდა იყოს პრობლემური, მაგრამ ეს ჯერ კიდევ პრობლემურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩვენი ღირებულებები და ინტერესები და შემდეგ სხვების. ეს სტრატეგიული ემპათია უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის და საუბრების ნაწილი და იმ ადამიანებისთვის გამიზნული, ვინც ცდილობს იმპერიალისტებთან და ნეოკონსერვატორებთან გამკლავებას. ასე რომ ჩვენ ამ ცვლილებებს ნახავთ როგორც ინსტიტუციურ დონეზე მომავალში, ასევე თაობებს შორისაც. 45 წელს ქვემოთ ვინც არის, არავის არ სურს ამერიკა იმ ომებში იყოს ჩართული, რომელშიც ვერ ხვდებიან თუ რატომ მონაწილეობ. მაგალითად რუსეთთან, რატომ უნდა შევაწუხოთ რუსეთი ნატოთი, რატომ უნდა გავაფართოვოთ ნატო, რატომ უნდა კონდეს ანტაგონისტური ურთიერთობა ირანთან. ირანის ბირთვულობის საკითხი სულაც არ არის ამერიკისთვის საფრთხე. და რატომ აუცილებელი ისრაელთან მსგავსი სპეციალური ურთიერთობების ქონა. ასეთი მიდგომები აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს. თან ახალი თაობა ისრაელის წინააღმდეგაა განწყობილი და პალესტინელებს უჭერს მხარს. და საერთოდ რა არის ამერიკის როლი ახლო აღმოსავლეთში? რატომ უნდა ვიყოთ ამ რეგიონში ყველა ომში? ეს ნიშნავს გადასახადებს, უდ ეკონომიკას, ინფლაციას, ამერიკელებისთვის გაუარესებულ ცხოვრების სტანდარტს, მაგრამ ასეთი წარმოდგენები არსებობს. თუმცა ჩემი აზრით მემარჯვენე ფლანგზე მდგარი ახალგაზრდა ამერიკელებიც უფრო და უფრო უარყოფენ ამ ომებში მონაწილეობას. დღეს მათთვისაც მნიშვნელოვანია ომის ჰუმანიტარული ასპექტები, მაგრამ ამ მიმართულებით ახალგაზრდა მემარცხენეები ლიდერობენ. რადგან თქვენ მაგაზე მკითხეს, ჩვენ მოწმე ვართ რესპუბლიკურ პარტიაში თაობათა ცვლილების, რომელიც უარყოფს გლობალისტურ პოზიციებს და მხარს უჭერს ამერიკის უპირველესობას. America first, a regional position. გლობალური ბირთვული უსაფრთხოებაც შეირყა, რაც რუსეთში ბირთვულ ავიაციაზე უკრაინელებმა მიიტანეს თავდასხმა. ამ კონტექსტში როგორ ხედავთ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მომავალს, რომელიც სტამბოლში იმართება? მიაღწევს ის არსებით გადაწყვეტებს, თუ მხოლოდ კონფლიქტის კოსმეტიკურ ნაწილს დაჯერდება? I think the war will come to an end ultimately. ჩემი აზრით ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინი და რუსეთი გადაწყვეტს, რომ აქვთ საკმარისი ბერკეტი. და უკრაინაც გადაწყვეტს, რომ მას შეუძლია დათანხმდეს იმ დათმობებს, რასაც რუსეთი ითხოვს ამ ომის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამერიკა არ შეიძლება იყოს ამ ომის მონაწილე. მაგრამ განახლებულ მოთხოვნას უკრაინის მხრიდან, რომ ვაშინგტონი ომში ჩაერთოს, თითქოს მათ ჯერ კიდევ კოზირი უჭირავთ ხელში, ეს სულაც არ არის დამთხევა. რადგან ეს მოთხოვნა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ლინცი გრემი, ყველაზე ქორი ამერიკელი სენატორი, მაკეინის მეგობარი, შეხვდა ზელენსკის. ის და ვიქტორია ნულანდი არიან რუსეთ-უკრაინის ომზე ნაწილობრივ პასუხისგებლები. მათ უფრო მეტი დანაშაული მიუძღვით ამაში, ვიდრე ვლადიმერ პუტინს ან და ზელენსკის. რადგან მათ დააჯერეს უკრაინა, რომ მათ შეეძლო თან ჰქონდეთ ნამცხვარი და თან ეჭამათ ის. რომ მათ უპირობო ამერიკული მხარდაჭერა ექნებოდათ მანამდე, სანამ სისხლიან რუსეთთან საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდნენ, რაც ტყუილია. ამერიკას არ აქვს ინტერესი, ნება და შესაძლებლობა უკრაინას გრძელვადიან ომში დაეხმაროს. ასე რომ სენატორ ბლუმენტალის და ლინცი გრემის ვიზიტი უკრაინაში იყო კიევისათვის მწვანე შუქის ანთება, რომ მათ ამერიკის სენატისა და საგარეო პოლიტიკური ინსტაბლიშმენტის მხარდაჭერა აქვთ ნებისმიერ ქმედებაში, მათ შორის უკრაინის აგრესიულ ქმედებებში. ამით ისინი სიგნალს უგზავნიან პუტინს და მაგას სამყაროს, ასევე დონალდ ტრამპს, რომ უკრაინა პაიკი არ არის. მაგრამ საბოლოო საქმე იმაშია, რომ წლის ბოლომდე ალბათ ჩვენ ვიხილავთ დიდ რუსულ შეტევას, მათ მიერ კიდევ უფრო მეტ დაკავებულ ტერიტორიას. ხალხი, რომელიც მშვიდობას და დიპლომატიას ვემხრობით, როგორც მე, ვაკეთებთ ამას რეალობაზე დაფუძნებით, რადგან არ გვსურს კიდევ უფრო მეტი უკრაინელი და რუსი დაიხოცოს. მაგრამ კონფრონტაციულ პოზიციას მივყავართ ბირთვულ დაპირისპირებამდე, რომელიც არავის არ სურს და ამით არაფერი მიიღწევა. უკრაინა ვერასოდეს დააღწევს თავს რუსულ ფაქტორს აღმოსავლეთით. უკრაინა ამ ჩიხში აღმოჩნდა იმიტომ, რომ მას დააჯერეს ამერიკის საგარეო პოლიტიკური ისტაბლიშმენტის, გლობალისტების და ნეოკონსერვატორების ტყუილები. მოდით სხვა კრიტიკულ წერტილზე გადავერთოთ, რასაც ახლო აღმოსავლეთი ეწოდება. ჩვენ სახეზე გვაქვს ისრაელსა და ირანს შორის გამოუცხადებელი ომი. ჩვენ გვყავს ისეთი პერსონალია, როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუა. ასეთ სიტუაციაში არის თუ არა კონსენსუსის ან კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა ომანში, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში? You're absolutely right ultimately that დიახ, მართალი ხართ. ნეთანიაჰუ პერმანენტულად სთხოვს ამერიკას ირანს დაესხას თავს. და ეს ისრაელის მთავარი სამიზნეა, რადგან რეგიონზე სრული გავლენა მოიპოვოს. ამიტომ მართალი ხართ, ისრაელის მთავარი სურვილი ირანთან ომია, ხოლო ნეთანიაჰუ სურს ამერიკა ირანის მოლაპარაკებები ჩაშალოს და შეთანხმება არ შედგეს.
ამასთან სანამ ირანი დასახულია ეგზისტენციალურ საფრთხედ ისრაელისთვის და ეს კარგად იყიდება დასავლურ მედიაში, მანამდე ისრაელს სრული მხარდაჭერა ექნება. ისრაელი აცხადებს, რომ ამ დაპირისპირებაში ის სიმართლის მხარეს დგას, რაც ჩემი აზრით დიდი მითოლოგიაა. ირანის პრობლემა ჯერ კიდევ შაჰის პერიოდიდან იწყება, როდესაც ქვეყნები ჯერ კიდევ მეგობრები იყვნენ და არა ისლამური რესპუბლიკიდან. ირანი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ისრაელი ამერიკის დასავლეთის ბაზა იქნებოდა რეგიონში. მაშინ ეს ირანის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ისლამური რესპუბლიკის პერიოდში ამას მორალისტური განზომილება დაემატა, პალესტინელთა უფლებები და მასთან დაკავშირებული იდეოლოგიური საკითხები. მაგრამ ირანი 1979 წლიდან ძალიან შეიცვალა. მისი ხელმძღვანელობა 45-46 წლის შემდეგ გაცილებით პრაგმატულია თუ რა სურს მას და რისი მიღწევა შეუძლია. ფიქრობ, მათ უნდათ შეთანხმება, არა ევროპელებთან, არამედ ამერიკასთან და დონალდ ტრამპთან. ეს შეთანხმება ირანს და შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას მისცემს ნორმალური ურთიერთობა და პოტენციურად სავაჭრო კავშირებიც ჰქონდეთ. ამას შეუძლია ახლო აღმოსავლეთის დინამიკა შეცვალოს. ირანმა უკვე გადაიაზრა მისი დაპირისპირება საუდის არაბეთთან და მშვიდობიანი თანამშრომლობა დაიწყო. არადა ეს დაპირისპირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი იყო. ასევე განგრძობადობა შეიმჩნევა უმაღლესი ლიდერის, ხამენეის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკაში. ასე რომ იდეა ისაა, რომ რეგიონში ანტაგონიზმი დასრულდეს. ირანმა გაანალიზა, რომ ის ამ რეგიონის წევრია და არ შეუძლია რეგიონის ყველა აქტორთან დაპირისპირებაში შევიდეს და შეეწინააღმდეგოს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს. მათი ახალი სტრატეგიაა კონსტრუქციული ჩართულობა, დიპლომატიური მეთოდები და სავაჭრო კავშირები რეგიონის ძალებთან, მათ შორის საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან. ირანის პრეზიდენტი პეზეშკიანი, ან შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრი აღახჩი, ზუსტად აღარ მახსოვს, სწორედ ახლახანს იმყოფებოდა კაიროში ვიზიტი. დიახ, პეზეშკიანი ჩავიდა კაიროში. ირანს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტესთან, რადგან ის ეგვიპტეს უყურებდა როგორც ძალას, რომელიც დასავლეთს დანებდა. ირანი ასევე ცდილობს აზერბაიჯანთან დაათბოს ურთიერთობები. ის ცდილობს მშვიდობას ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ასევე ირანს ისტორიული კავშირები აქვს ყატართან და თურქეთთან, რომ ისინი დააბალანსოს. ასე რომ შესაძლებელია მაგალითად მუჰამედ ბინ სალმანმა ტრამპს მოუწოდეს, რომ ირანთან ომი არ შეიძლება და მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებებს და შემდგომ შეთანხმებას. ასევე მგონია, რომ რეგიონი დათანხმდება ირანში ურანის გამდიდრების შესაძლებლობას, რაც ირანის პრინციპული პოზიციაა. ირანი შესაძლოა დათანხმდეს ამ კუთხით კონსორციუმის შექმნის ფორმაც. მთელი არსი, რისი თქმაც ამით მსურს, არის ის, რომ ირანს და დანარჩენ რეგიონს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება და ახალი ფურცლიდან დაწყება, რომელიც დაასრულებს პოსტ-ისლამური რევოლუციის ანტაგონისტურ და შეკავების მოდელზე დაფუძნებულ რეგიონულ პოლიტიკას. ვინც ამ პროცესს აყონებს, არის ისრაელი და მისი მხარდამჭერები. კონკრეტულად ნეთანიაჰუ და ნეოკონსერვატორები ვაშინგტონში. მათ რეგიონის საერთო ხედვა აქვთ, მათ შორის დიდი ისრაელის პროექტის შექმნა. მე ვფიქრობ, რომ რასაც ნეთანიაჰუ ცდილობს, ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში არ წაადგება. ისრაელის მომავალი რეგიონში მშვიდობიან წევრად გახდომაა. მაგრამ ამგვარი ხედვა იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზეზების გამო ნეთანიაჰუსთვის მიუღებელია, რადგან მისთვის მთავარი პერსონალური გადარჩენაა. ნეთანიაჰუს ყოველთვის ესაჭიროება ასეთი ტიპის ქაოსი, ძალადობა, მტრობა. იქნება ეს ჰამასი, რომელსაც დიდი ხანი აფინანსებდა, თუ ირანი. ამიტომ ვამბობ, რომ ნეთანიაჰუს რეალურად არ სჭირდება ირანში მთავრობის ცვლილება. მისთვის სტატუს კვო მისაღებია, გაყინული ირანი და ისრაელი როგორც სპეციალური მეგობარი დასავლეთისთვის. მაგრამ რაც ზემოთ ვახსენე, ამერიკაში დაწყებულია ცვლილებები ნეოკონსერვატიული ხედვიდან მაგასკენ, რომელიც ზომიერებას და რეალიზმს ემხრობა და უფრო მეტი ადამიანია, რომელთაც აღარ სურთ ისრაელთან მსგავსი ტიპის ურთიერთობა. ასე რომ დონალდ ტრამპს მოუწევს გადაწყვიტოს კიდევ რამდენ ხანს დაუჭერს მხარს ისრაელს, თუ ამერიკის ინტერესები დააყენოს ყველაზე მაღლა. ჩვენ ვხედავთ ადამიანს, როგორც ტიპ ვიტკოფია, ებრაელი მილიარდერი, ტრამპის მეგობარი და ისრაელის ლიდერებთან დაახლოებული პირი, რომელიც იძახის, რომ ამერიკის და ისრაელის ინტერესები განსხვავდება და ვნახეთ მისი მოლაპარაკებები ჰამასთან ტრამპის დავალებით. ასე რომ შეიძლება მომსწრევართ გაყოფის ამერიკელ ებრაელებს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, თუნდაც ისრაელის მოყვარულებსა და ნეთანიაჰუს შორის. გონია ეს დასრულდება იმით, რომ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს დატოვებს, რადგან ასეთი ლიდერის ყოლა, რომელიც ამერიკის გარდა ყველასთან მტრულ ურთიერთობაშია, გრძელვადიანად შეუძლებელია. ისრაელის მომდევნო ლიდერშიპმა უნდა გაიაზროს, რომ არსებობს სისტემური და სტრუქტურული ტენდენციები, რომელთაც ისინი ვერ შეაკავებენ. ირანს და ამერიკას უკეთესი ურთიერთობა ექნებათ, რისთვისაც უკვე არსებობს სტრუქტურული მიზეზები, როგორიცაა თურქეთის გაძლიერება, რომელიც შეიძლება ირანმა დააბალანსოს და ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს არაბულ სამყაროშიც.
ისეთი ტიპის ურთიერთობები, როდესაც ზოგადი გაგება და მშვიდობიანი თანამშრომლობა არსებობს, ქმნის სტაბილურ ჩარჩოს, რაც შეერთებულ შტატებს აძლევს რეგიონზე კონცენტრაციის შემცირების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ საბოლოო მიზანია. ეს თემა რო გავაგრძელოთ, როგორ ხედავთ თქვენ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ნორმალიზაციის პროცესს, სანამ ღაზის და ზოგადად პალესტინელების საკითხი არ გადაწყდება? I do not believe that Saudi Arabia. მე არ მჯერა, რომ საუდის არაბეთი ისრაელთან ნორმალიზებას უახლოეს მომავალში მიაღწევს. ნაწილობრივ ღაზას გამო და ნაწილობრივ მისი მტკიცე პოზიციისა ისრაელთან მიმართებაში. საუდის არაბეთს სურს ორი სახელმწიფოს არსებობა, რომელშიც მოიაზრება პალესტინის სახელმწიფო. დიახ, სულ ახლახან საუდის არაბეთის ინიციატივით არაბი ლიდერების შეკრება შედგა ამანში ამ საკითხთან დაკავშირებით. Yes. And დიახ, საუდის არაბეთი თანმიმდევრულად აცხადებს მის პოზიციას თუ რა არის საჭირო. მათ არ სურთ ისრაელთან მტრობა, მაგრამ ვერ მიატოვებენ პრინციპებს შიდა პოლიტიკური მიზეზების, რეგიონული მიზეზების და არაბული მიზეზების გამო. და ვფიქრობ, რომ აბრაამის შეთანხმებაში საუდის არაბეთის მონაწილეობა შეჩერებულია. ნაცვლად მან ირანთან დაიწყო თანამშრომლობა. ეს გარკვეულ წვლილად ცვლის ახლო აღმოსავლეთს. ფიქრობ, რომ ის უფრო მშვიდობიანი ურთიერთობებით ჩანაცვლდება, მაგრამ ისრაელის აღიარება საუდების მხრიდან ახლა არ მოხდება, რაღაც მომავალში შესაძლებელია. გონია, რომ თუ კი პალესტინისა და ისრაელის საკითხზე გამოსავალი იქნება მოძებნილი, ისინი მოილაპარაკებენ. მათი ურთიერთობა მომენტალურად დაიწყება. მე უფრო და უფრო მეტად ვფიქრობ, რომ სოფლიოს უნდა ვუყუროთ გეოპოლიტიკის პრიზმაში და არა იდეოლოგიურ და თუნდაც მორალურ ჭრილში. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ეს ქვეყნები უნდა გავაანალიზოთ და გავიგოთ რა არის ისრაელის ინტერესი, ირანის ინტერესი, საუდის არაბეთის ინტერესი და სად იკვეთებიან ან ერთმანეთს ხვდება ეს ინტერესები. მაგალითად, მათი სამივეს ინტერესია თურქეთის მზარდი ოსმალური ამბიციების დაბალანსება და ამ საკითხზე შეიძლება მათი თანამშრომლობა. თუ კი ამერიკა დატოვებს რეგიონს, ამ ქვეყნებს ზუსტად ამ საკითხზე მოუწევთ გაერთიანება, რომ შეაკავონ თურქეთი და მისი ამბიციები. თურქული ძალა აწუხებს საუდებს. ირანელებს ესმით ეს პრობლემა. ისრაელი პირდაპირ დაპირისპირებაშიც კია და მათი კონფრონტაციის შესაძლებლობა სირიაში არსებობს. ასეთი უშუალო კონფლიქტი შეიძლება ირანსა და ისრაელს შორისაც არ იყოს, რადგან მათ საერთო საზღვარი არ აქვთ. ირანი რეალურად განცალკევებული რეგიონიდანაა, რომელიც უფრო ახლოსაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან. იგი რეალურად შუა აღმოსავლეთია, ხოლო ახლო აღმოსავლეთი ეს ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონია. ასე რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს სხვა დინამიკა აქვს. ირანს კი განცალკევებული დინამიკა, როგორც შუა აზიურ სახელმწიფოს. ასე რომ გეოგრაფიული რეალობა, რეგიონული რეალობა და ცვალებადი გეოპოლიტიკური სტრუქტურები მოქმედებაში მოდიან. უნიპოლარობის სტრუქტურა, რომელიც ყალბ იდეოლოგიურ წინაპირობებზე იდგა, რასაც წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ვეძახდით, ქრება. ეს ქმნის ბუნებრივ პირობებს სახელმწიფო მშენებლობისა და დიპლომატიისათვის. სირიის საკითხსაც რომ შევეხოთ, რას ნიშნავს დასავლეთისთვის ის, რომ სირიაში ტერორიზმის ნორმალიზება ხდება? რამდენიმე დღის წინ დასავლეთი დათანხმდა ჯიჰადისტური ჯგუფების სირიის არმიაში ინტეგრირებაზე. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის? So it shows that ultimately ეს ნიშნავს იმას, რომ ტერორიზმი და ისლამიზმი როგორც იდეოლოგია კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ჩვენი პოლიტიკოსების გასამართლებელ საშუალებად უნდა ჩავთვალოთ. ამერიკას უნდოდა მისი ინტერესების დამცველი ხელისუფლება სირიაში. ერდოღანმა ამჯერად დაარწმუნა ტრამპი, რომ მას შეეძლო ამერიკისათვის სირიის გაკონტროლება და ამერიკელები დათანხმდნენ ამას. ასე რომ სირიის შესახებ ბევრი წინააღმდეგობა და შეკითხვა გაჩნდება, როგორც პალესტინის საკითხზე არსებობს. სირიის თავზე დიდი კითხვის ნიშანია. ვინც ამას ხედავს, ან უკანიხებს, ან ამართლებს იმით, რომ სირიაში ირანმა წააგო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, სირია ირანისთვის ისევე იყო, როგორც დასავლეთისთვის უკრაინა, სადაც ხარჯავენ რესურსებს, რომლის დახარჯვა არ ღირს. საბოლოოდ სირიელებმა თავის გადასარჩენადაც კი არ იბრძოლეს. უკრაინელებმა იბრძოლეს მაინც. შეერთებული შტატები ეხმარებოდა ისლამურ ჯიჰადს სირიაში გასულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მათ აჰმად ალ-შარაზე 10 მილიონიანი ჯილდო ჰქონდათ დაწესებული. ოპერაცია ტიმბერ სიკამურის ფარგლებში ისიც ხდებოდა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი სხვა ტერორისტულ ჯგუფებს ეხმარებოდა, ხოლო ცენტრალური დაზვერვის სააგენტო სხვას. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათ ასადი არ უნდოდათ. სამწუხაროდ ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებს არ მოსწონს ესა თუ ის პირი და არ ანახულებს როგორ მოიშორებს მას. მათ მხოლოდ მისი თავიდან მოცილება უნდა, მაგრამ ასეთ ქმედებებს გაუთვალისწინებელი შედეგები მოხვება ხოლმე.
ასე იყო ავღანეთში 80-იან წლებში, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ საბჭოელების იქიდან გარიყვა გვინდა. ამან შედეგად მოქცა ოსამა ბინ ლადენი, რომელმაც 11 სექტემბერი მოაწყო. ეს არის შედეგები გაუაზრებელი პოლიტიკის, როდესაც არ არის გაანალიზებული თუ რა არის გრძელვადიანი ინტერესი. ეს ხდება იმიტომ, რომ ესა თუ ის ანტაგონისტური დიქტატორი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ისე არ იქცევა, როგორც ამერიკას უნდა. რა არის ამერიკის ინტერესები სირიაში? არც არაფერი. What is America's interest? შეიძლება ეს ისრაელის დახმარებაა. Also, America doesn't have an interest in Israel. America also მაგრამ ამერიკას არც ისრაელში აქვს ინტერესი. ამერიკის თავდაპირველი ინტერესი ამ რეგიონში ნავთობი და მისი ტრანსპორტირება იყო. რადგან ახლა ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი გახდა, მას ეს ინტერესიც აღარ აქვს. დღეს ეს ინტერესი შეიძლება რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებით შემოიფარგლებოდეს, სადაც ამერიკული კომპანიები მოახდენენ ინვესტირებას და პირიქით რეგიონის ქვეყნები ამერიკულ ეკონომიკაში. ეს არის ის, რასაც ჩინეთი აკეთებს. საინტერესოა ის, რომ ეს სავაჭრო ძალა ამერიკამ დაკარგა, მაგრამ ამის დაბრუნება ტრამპს შეუძლია. ჩინეთი ამას იაზრებს და ის ერთვება რეგიონში, მაგრამ არა უსაფრთხოების კუთხით. ცივი ომისას ამერიკელების არგუმენტი იყო, რომ საბჭოელები იდეოლოგიზირებულები არიან და თქვენც ამას გაგიკეთებენ. მათ სურთ თქვენი გარდაქმნა და რელიგიის კომუნიზმის ჩანაცვლება, რომ მათ უნდათ თქვენ ისე იცხოვროთ, როგორც მათ სურთ. ამ დროს ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მხოლოდ ვაჭრობა გვინდოდა, რომ ჩვენ მათ დავიცავდით, რომ არ გვადარდებდა თუ როგორ იცხოვრებდნენ ისინი. ამიტომაც იყო, რომ დიქტატორული პორტუგალია ნატოს ერთ-ერთი პირველი წევრი ქვეყანა გახდა. ამერიკა მაშინ სხვა მთავრობების მიმართ აგნოსტიკური იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევცვალეთ. ახლა ვღელავთ თუ რა ფორმის მთავრობებია, რამდენად ახლოს არიან ისინი ჩვენთან და თუ არ არიან, მაშინ ჩვენ ვწყვეტ მათ დახმარებას. ეს ლიტმუსის ტესტივით გახდა და ამ მორალიზმმა დაკარგა ამერიკის მიმზიდველობა, თუნდაც ისეთ ქვეყნებში, როგორიც საუდის არაბეთია. მაგალითად, დემოკრატების დროს ობამას პერიოდში ამერიკა მზარდად კრიტიკული იყო საუდის არაბეთთან ურთიერთობებში. მაშინ ადარდებდათ ადამიანის უფლებები და ასეთი საკითხები, მაგრამ კითხვა ისაა, თუ რატომ ვდარდობთ ასეთ საკითხებზე და არ ვფიქრობთ ჩვენს ინტერესებზე. ეს ინტერესი კი ვაჭრობასა და კომერციაშია და თუ ამ საკითხებში საქმე კარგად მიდის, მაშინ არ უნდა ვდარდობდეთ. რა ტიპის მთავრობები ამა თუ იმ ქვეყანაში და როგორია მათი შიდა პოლიტიკა. თუ ისინი ჩვენ თავს არ გვესხმიან და გვევაჭრებიან, ეს ხომ კარგია ჩვენთვის. ეს არის ჩინური მოდელი, ეგრეთ წოდებული ჩაურევლობის მოდელი. და მართლა ჩინეთმა მოახერხა და ირანი და საუდის არაბეთი ერთ მაგიდასთან დასვა. მათ უთხრა, რომ ორივე ქვეყანაში უნდოდა ინვესტირების განხორციელება და ახლა თქვენ თვითონ მოგვარდით. ადრე ამერიკაც ასე იქცეოდა და როგორც ამერიკელს მსურს ჩემი ქვეყანა ასე მოქმედებდეს და ტრამპს მოუწოდებ ასეთი პოლიტიკები აწარმოოს, რომელიც ინტერესებზე და პოზიტიურ დღის წესრიგზე იქნება დაფუძნებული, რითაც ჩვენ ერთად შევკრებთ ყველას ვაჭრობითა და დიპლომატიით. which we bring everyone together through trade and diplomacy. Okay, that's final question. და ბოლო შეკითხვა. სამხრეთ კავკასია არის გეოპოლიტიკური ინტერესთა თანხვედრის ადგილი. ეს პატარა რეგიონია, შეიძლება დიდი ძალების პრიორიტეტებში არ არის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. როგორ ხედავთ რეგიონის მომავალს ამ ტრანზიციულ პერიოდში? შეგიძლიათ შეაფასოთ რეგიონის პერსპექტივები. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანზე. როგორ ხედავთ ამ მარშრუტს თქვენ? How do you see this route? Just to answer it shortly, I think მე მოკლედ ვუპასუხებ. ვფიქრობ, ეს ცივილიზაციათა შეხების ადგილია. სამი განსხვავებული ცივილიზაცია ხვდება აქ ერთმანეთს: ირანული, თურქული და რუსული. ამას ემატება გეოპოლიტიკური ასპექტიც: ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლა უკვე ევროკავშირიც. ამიტომ ეს რეგიონი რღვევის ხაზია, სადაც ბევრი ინტერესი იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთში ომობენ, საქართველოს თავისი კონფლიქტები აქვს რუსეთთან, მიზანი უნდა იყოს ერთიანი ნეიტრალური სივრცის შექმნა, რომელიც არ აღმოჩნდება რომელიმე საშუალო, რეგიონული თუ ცივილიზაციური ძალის გავლენის ქვეშ. ეს არ უნდა იყოს ჩინეთის სფერო, რუსეთის სფერო, თურქეთის, ირანის, შეერთებული შტატების ან და ევროკავშირის სფერო. და რას გულისხმობს ეს ყველაფერი? ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ კარგი ურთიერთობები, სავაჭრო და კომერციული, დიპლომატიური კონტაქტები უნდა გქონდეთ ირანთან, თურქეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან და დასავლეთთან. თუ ასე მოიქცევით ამ რღვევის ხაზის ქვეყნები, შეიძლება აქტიურ დიპლომატიურ მოთამაშედ გარდაიქმნათ მულტიპოლარულ სამყაროში. თუ არადა, მაშინ ალტერნატივა უკრაინაა. თქვენ მიემხრობით გარე ძალას, გარე გავლენას ბანაკს მიღმა, რომელმაც შეიძლება ომში ჩაქრთოთ მეზობელთან. ეს შეიძლება იყოს ირანი ან რუსეთი.
დასავლეთის ინტერესშია სუსტი ირანი, სუსტი რუსეთი და სუსტი თურქეთიც, მაგრამ ეს ამ რეგიონის ინტერესში არ არის. შეიძლება ამერიკის ინტერესიც რაღაც მომენტში ნეიტრალური სივრცის მაგვარი შექმნაც იყოს. მემარჯვენე ფრთა ამერიკული პოლიტიკური მოძრაობების, როგორიცაა თავად დონალდ ტრამპი, მიესალმება უნგრეთის როლს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში, რადგან უნგრეთი ნეიტრალურ პოზიციაზეა, სადაც იკვეთება რუსული, გერმანული და დასავლური გავლენები. და უნგრეთმა ეს ნეიტრალური მოთამაშის როლი კარგად შეასრულა, როგორც ომანმა ახლო აღმოსავლეთში. ის მომრიგებლის როლს ასრულებს არაბულ სამყაროში, სპარსული და დასავლური სამყაროსათვის. მან შეძლო ამ მხარეების ერთად შეკრება და მე მსგავს როლს ვხედავ საქართველოს მომავლად და არა იმ ტოქსიკურ გზას, სადაც თქვენ სანგრევი მორი იქნებით დასავლეთის მიერ აღქმული მტრების წინააღმდეგ. აღქმული იმიტომ, რომ ფიქრობ ისინი სულაც არ არიან დასავლეთის მტრები. დასავლეთის ამ მტრებთან, რუსეთთან და ირანთან დაპირისპირება არის ის უარესი რამ, რაც შეიძლება საქართველოს და სხვა პატარა ქვეყნებს დაემართოს. ასეთ აქტორებად თვლი ისრაელსაც. ის ფრთხილად უნდა იყოს მის მეზობლებთან დაპირისპირებაში, რადგან მას მხოლოდ ერთი მხარდამჭერი ყავს ამერიკის სახით. ამიტომ რაც დაემართა სააკაშვილს, იგივე შეიძლება დაემართოს ნეთანიაჰუს. მაგრამ მე მაინც იმედიანად ვუყურებ ისრაელის მომავალს. დღეს არსებობს სტრატეგიული და სტრუქტურული ტენდენციები, სადაც ჩემი აზრით რეგიონებს დიდი როლი უნდა მიენიჭოს და რღვევის რეგიონებში არ უნდა წახვიდეთ მეზობლის წინააღმდეგ ომში, რომელიც თქვენზე გაცილებით დიდია და არ უნდა დალიოთ მოწამლული თასიდან, საიდანაც თავის დროზე სააკაშვილმა და ახლა ზელენსკიმ დალიეს. ნეთანიაჰუ ამ რიგში შემდეგია. ეს არიან ტოქსიკური ლიდერები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი პერსონალური ინტერესების მიხედვით, საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად და არა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი უარყოფილნი იქნებიან. ისინი არ არიან სახელმწიფო მოღვაწეები. ისინი ოპორტუნისტები არიან. They are opportunists. Okay, thank you, Mr. Moeni. It was nice to talk to you. Yeah.